რამდენიმე კვირის წინ ფაქტიურად კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს ქართველი მომღერლები იმის გამო, რომ არ წერენ საახალწლო სიმღერებს. თუმცა როგორც თავად ხედავ და დარწმუნდით, ესე არ არის და სულ ტყუილად დაადანაშაულეს. ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა ლადო ტატიშვილს იმისთვის, რომ ესეთი არაჩვეულებრივი მომღერლები შეკრიბა. თქვენთვის ისინი ძალიან დიდი ხანი ემზადებოდნენ თქვენთან შესახვედრად, ხოლო თუ როგორ ემზადებიან ახალი წლისთვის რა გეგმები აქვთ თუ 2015 წელს ეკა გახიანს და ნინი ბადურაშვილს, ამას თავად უკვე მათგან გავარკვევთ. დილომშვიდობის მოგესალმებით და ძალიან დიდი მადლობა რომ გამონახეთ დრო და მოხვედით ჩვენთან მით უმეტეს რომ 31 დეკემბერია და ყველა ვემზადებით რომ შევხვდეთ 2015-ს. ლურჯი თხის წელს ყველგან ვამბობ, იმიტომ რომ მე არ ვიცოდი რომ ლურჯი თხის წელი შეიძლება და ოდესმე დამდგარიყო და კარგი რომ დადგა. ესე იგი, გადავქეკეთ მთელი მასმედია, განსაკუთრებით ბეჭდური მედია იმისთვის რომ გვეპოვა, როგორ ხვდებით ახალ წელს და თუ გქონთ რამე გამორჩეული ტრადიცია. და მივაგენი მიზეზს, რატომ არ არის ოჯახში რაღაცა განსაკუთრებული წესი, იმიტომ რომ ღერით და ყოველ ახალ წელს ხვდებით კონცერტზე. იქნება თუ არა 2015 გამორჩეული ამ ხრივ? არა. ისევ შევხვდები გარეთ კონცერტზე, სცენასთან თუ არა, სადმე კულისებში, მაგრამ ყოველთვის ვცდილობ ხოლმე რომ გარეთ ვიყო ახალ წელს, რაღაცა მაინც გარეთ რო ხვდებიო, რაღაც კარგიაო, ესე ამბობენ და 12 საათი როდესაც შესრულდება სურვილს ვიფიქრებ და ეს არის ჩემი ტრადიცია. მეტი განსაკუთრებული ტრადიციები არ გამარჯვება. თუმცა ის მომენტი, რომ რამდენიმე წელია სახში არ შეხვედრი ხართ, რაღაცნაირად ცოტა ისე შეიძლება, რომ თან დედა და ბავშვი მით უმეტეს. მე ყავს ბავშვები. ყველა ერთად გავდივართ. სად გადავართ? ახალ წელს. ჩემი შვილები ძალიან ხშირად დამყავს ახალ წელს. ხო, მაგრამ პატარებს ვერ გაიყვან. ეხლა პატარები, შვილიშვილები ნამდვილად ჯერ პატარები არიან და ძალიან კარგი ტრადიცია. თავიდან ცოტა მეხამუშე, მაგრამ ეხლა ისე მივეჩვიე. ერთხელ სახში რო შევხვდი, ძალიან რაღაცა ისე შებოჭილად ვიგძენი თავი, იმიტომ რომ ძალიან სახალისოა, უამრავი ადამიანია. ეს რაღაცნაირად რაღაც კარგი განწყობაა. საოცარი დადებითი მუხტი მოდის ყველასგან და ამას საოცრად გძნობ და დიდი ბედნიერების შეგრძნება გაქვს და თითქოს რაღაცა ძალიან ახალი და ძალიან კარგი იწყება. 2014 ჩემთვის რაღაცა ისეთი კარგი წელი იყო, პროდუქტიული. ნუ, რა ვიცი, მე დადებითად შევაფასებდი 2014-ს, თუმცა რაღაცა ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ 2015 წელი უნდა იყოს ჩემთვის რაღაცა მნიშვნელოვანი წელი. აი, არ ვიცი, რაღაცა ეგეთი განცდა მაქვს და ვნახოთ, კარგის მოლოდინი მაქვს. ხო, ყველას გვაქვს ხოლმე ახალ წელს ზუსტად რომ რაღაცა ახალი და განსაკუთრებული დადგება და აი ახლა რაღაცა აი ამ წელს მგონია რომ რაღაც ბევრი მე მგონია რომ უფრო შემოქმედებითად რაღაცა შემოქმედებითი კუთხით უფრო ისეთი უნდა იყოს ჩემთვის ხო დატვირთული. მოდი არ დაგემშვიდობებით და ქალბატონ ეკას ვთხოვ რომ შეგვისრულოს სიმღერა და შემდეგ უკვე ნინისთან გავგრძელებ საუბარს, ისევ დაგიბრუნდებით, რა თქმა უნდა, გთხოვთ რომ მიბრძანდეთ დანიშნულების ადგილას და მუსიკალური ნომრის გარეშე, რა თქმა უნდა, ვერაფრით ვერ გაგაცილებდით. აქვე აღნიშნოთ ის საკითხი, რომ ტექსტი არის ეკუთვნის ნიკო გომელაურს, რაც შეეხება სიმღერის მუსიკას, თავად ეკას ეკუთვნის დამტვრას. სიმღერას ქვია? გული არ ვიცი? ეკა რა ქვია სიმღერას? გული გელოდება. ნიკო გომელაურის ტექსტზეა, ძალიან მიყვარს ეს. აი, თვითონ შეგვახსენა და შეგვიძლია უკვე მოვისმინოთ, გთხოვთ ქალბატონო ეკა. საოცრება გაქრეს რუბელი მაშინ მოხდებოდა ეს ნატრა ხდებოდა ვიშენ ეხებოდა ხოლოდ შენგელი ჩემი ოცნების დაბს ღრუბლიაცას გავატაკარს უშენო დარმინდა უშენო ჩავქრები დიდი დრო გავი
მინდა სიტყვები ეს უაზრო ფიქრები თუ ვერ მიმიხდები თუ არ ძალიან მაინც მეორდები მუდამ გელოდები ისევ გელოდები ჩემი ბრალია ბრალია ჩემი ოცნების თავს ღრუბლია ცას გავატაკარს უშენო არ მინდა უშენო ჩავქრები დიდი დრო გავიდა ვეღარ გაწეხმას გულის ხმას ნება უშენოთ თავარი ძაფები ცხოვრება უშენოთ როგორ გავიდა გავიდა როგორ გაუგო სხვას გებძვი შენ ვებძვი თავს უშენოთ დღები კრებიან უშენოთ ფრთებიც არ მაქვს უშენოთ მე ვერ მიპოვია გზა უშენოთ ძნელია უშენოთ არ მინდა უშენოთ ჩავქრები დიდი დრო გავიდა ვეღარ გაწეხმას გულის ხმას წდება უშენოთ თავარი ძაფები ცხოვრება უშენოთ როგორ გავიდა გავიდა როგორ გაუგო სხვას გებძვი შენ ვებძვი თავს კლავაც შემოგიერთით, ამჯერად მე და ვადო ჩვენს სტუმრებთან ერთად დილამში. თან როგორ სტუმრებთან ერთად. მე აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით, მოგილოცოთ წინასწარ ახალი წელი. მინდა რომ თქვენთვის კიდე უფრო წარმატებული იყოს ახალი წელი, ვიდრე იყო 2014. აქვე მე ენა არ მიბრუნდება არასდროს, რომ თქვა დედა და შვილი. დები შემიძლია ასე აღვნიშნო, ნამდვილად ასეა, მე უბედნიერესი ადამიანი ვარ, ასეთ ლამაზ ქალბატონებში ხვდები 2015 წელს. თქვენ როგორ ტიპის მამაკაცები მოგწონთ? ჯერ ჩვენს მოგვეცით საშუალება რომ მოგილოცოთ. ამდენხანია ვზივარ, გილოცავ სტამდე გახალწას. თქვენს კოლექტივს გადაცემას წარმატებები თითო თქვენგანს ჯანმრთელობას იკეთებ ბედნიერება და ყვავი და ბარაკა თქვენს ოჯახში. მეც ვუერთდები ეკას და ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ რომ ეს წელი ყოფილიყოს თქვენთვის ერთ-ერთი ძალიან მაგარი წელი და მნიშვნელოვანი წელი ყველასთვის. დღევანდელ ღამის კონცერტზე ვისაუბროთ. პირველი არხი არის მხარდამჭერი ამ კონცერტის, ანუ ჩვენს მაყურებელს შეუძლია რომ პირდაპირ ეთერში იხილოს ის ცენტრალური კონცერტი, რომელზეც ძალიან დიდი მითქმა-მოთქმა იყო და ფაქტიურად დახოცეს ერთმანეთი. რატო ხოცავდნენ კაცო? ნუ, იმიტომ რომ ზოგი მომღერალი ვერ მოხვდა, ზოგი მომღერალი მოხვდა, ვინც მოხვდა ის უკმაყოფილო იყო იმ მომღერალის. არა, თემა სხვა იყო, უკმაყოფილება იყო იმაზე, რომ არასწორად იყო მიწოდებული ინფორმაცია ის ადამიანები, ვინც ვერ მოხვდნენ ამ კონცერტში. შეიძლება რომ არის პრობლემა რომ ისინი ვერ მღერიან ცოცხლად. ხო, არასწორად იყო ნათქვამი. ჩვენ ვინც არ მოხვდი და არ მქონია არანაირი პრეტენზია, უბრალოდ ცოტა შეურაცხყოფილი ვარ, იმიტომ რომ ბავშვობიდან მზეურიდან ცოცხლად მღერი ვარ და არ აქვს პრობლემა. მაია ჯაბუარი ჩემთან ერთად ცხეთაში მღერი და ძალიან ბედნიერი ვარ, მე და მაია ამით ძალიან გვიხარია, მაგრამ ვინა თქვა რომ ჩვენ შეგვიძლია ცოცხლად. არა, მე მგონი მაგაზე გამართლება თავის რაღაცა. არა, ნუ ეს იყო თავარი მიზეზი. ასეთ კომენტარები გააკეთო, იმიტომ რომ ცოტა უხერხულია. არა, უკვე ამაზე იყო ლაპარაკი. განაწყენება არ იყო. მე მინდა რომ ჩემი კოლეგები დავიცვა. ძალიან განაწყენება არ იყო მან და მაინც ამ კონცერტზე რომ მოხვედი. განაწყენება სხვა რამ გამოიწვია და ეს იყო მიზეზი, თორე
ჩვენ გვიხარია რომ რეგიონებში სიამოვნებით ყოველთვის გამოდიან. ეს მთავარი და აუცილებელიც არის, კაცო. თან ჩემსაყვარე მცხეთაში. გენიალური ადგილი ერთი მინდა თქვა. ეს ღერი კი. ცენტრალურ კონცერტზე. ცენტრალურ კონცერტზე მე და ანრი. ძალიან საინტერესოა ეს დუეტი. უბრალოდ კიდევ ერთს ვიტყვი, რადგან ესე ჩამოვარდა საუბარი ამ თემაზე, მე კიდევ ერთი რამ მინდა უსურვო ზოგადად ყველა ხელოვან ადამიანს, რომ ერთი და აი ბოლოს და ბოლოს დასრულდეს ის პერიოდი საქართველოში, რომ შენ იქ რატომ ღერი, ახლა მე უნდა ვიმღერო, ახლა მე ეს უნდა გავაკეთო. აღარ არის. არა, ეგ არ ყოფილა. არა, მე ზოგადად ვამბობ. არის ხანდახან ამ კონცერტზე შეიძლება, მაგრამ არის ასეთი რამ. იმიტომ რომ ხელოვნება აერთიანებს ყველა ადამიანს. არ შეიძლება. ჯერ ყველაფერს თავი დავანებოთ. ადამიანს მე წაგართვით ხო სიტყვა. როდესაც დაინახავ ასეთ უმშვენიერეს ქალბატონებს, საერთოდ ხმა აღარ უნდა იყო, დაჭდე უყურო და ისიამო. ამიტომაც ვისიამოვნოთ ამჯერად მათი მოსმენით. გთხოვთ რომ გადაინაცვლოთ ჩვენი ბენდის ადგილისკენ. ლადო გააცინე როგორც აუცილებლად ჩემს ადგილს დაუბრუნდებით ან მიყვარს. მე კიდევ ერთხელ შევახსენებ მაყურებელს, რომ დღეს ჩვენს არხზე შეგიძლიათ იხილოთ ცენტრალური კონცერტის პირდაპირ ტრანსლაცია, სწორედ იმ კონცერტისგან, რომელზეც ამდენი ვისაუბრეთ, თუმცა ალბათ აჯობებს, რომ ცოტა გავჩუმდე მე და მოვისმინოთ ის სიმღერა, რომლის ტექსტის ავტორიც არის ნიკო გომელაური, მუსიკა ეკუთვნის ქალბატონ ეკა კახიანს, ასე რომ დიდი მადლობა თქვენ ყურადღებისთვის. გთხოვთ დავიწყოთ. დღეს ღრუბლები სხვა ფერია, ჩემი ოცნები საფრევია, არასოდეს ხვარებია ასე ახთენილი ზღაპარია, შენი ღიმილით გამთვარია, სიყვარულით მოდია ამავსე მოდი მომენდე გული გამანდე მე სიყვარულის ბრძანს მოდი შენ გამათვე ნატრით გამათვე მივუახლოვდეთ ცას რა უძირო თვალებია რა ბედნიერი წამებია არავისთვის მიმღერია ასე ამისრულ და მენატრები გვერდით ხარ მაინც მენატრები სიყვარულით მოდი ამავსე მოდი მომენდე გული გამანდე მე სიყვარულის ბრძანს მოდი შენ გამათვე ნატრით გამათვე მივუახლოვდეთ ცას სხვისთვის არასდროს მიმღერია ასე არასდროს ფარებია არავისთვის მიმღერია ასე მოდი შენ მომენდე გული გამანდე მე სიყვარულის ბრძანს მოდი შენ გამათვე ნატრით გამათვე მივუახლოვდეთ ცას დღეს ღრუბლები სხვა ფერია ჩემი ოცნები საფრევია არავისთვის მიმღერია